ჩვენთვის ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში სიმართლე რომ გითხრათ ახალი არაფერი არ იყო. რა თქმა უნდა, ყველამ ვინც ამ პროცესებში ჩართული ვართ, ვიცით რომ ეს არჩევნები არ იქნება მსუბუქად რომ თქვათ გასეირნება. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ცდილობდა რომ გამოიყენებინა ყველა არჩევნები იმისთვის რომ გაემყარებინა საკუთარი ძალაუფლება და რა თქმა უნდა ამ არჩევნებსაც ეცდება რომ ამისთვის გამოიყენოს. სწორედ ამიტომ და აქედან გამომდინარე არის ჩვენთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი რომ მონაწილეობა მიღოს ამ ლეგიტიმაციის გამყარებაში თუ ხელს უშლით. ჩვენ თვლით რომ არჩევნების ბოიკოტი არის ის რაც უნდა დღეს ბიძინა ივანიშვილს. დღეს ბიძინა ივანიშვილს უნდა რომ უბრძოლველად 64-ვე მუნიციპალიტეტი ჩავაბაროთ მას. ბიძინა ივანიშვილს ასევე უნდა და ძალიან მკაფიოდ ვიტყვი ამას რომ ჩვენს ამომრჩევლებს და ზოგადად ადამიანებს ვინც ამ დღეების განმავლობაში უკვე 200 დღეზე მეტი გავიდა ხომ? ცდილობენ რომ საკუთარი პროტესტი გამოხატონ სხვადასხვა ფორმით. ამ ადამიანებს საერთოდ დავუკარგოთ იმედი რომ ჩვენ იქნებით მათი დამცველები. შესაბამისად ჩვენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გულისხმობთ კაპიტან თამა, როგორ უნდა დაიცვათ ეს ადამიანები, როგორ უნდა დაიცვათ მათი ხმები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ნახეთ უკვე ოქტომბრის არჩევნებში და თქვენ ნახეთ, რომ რეალურად ეხა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, რომ აზრი კონდეს არჩევნებში მონაწილეობას, თუნდაც მოქალაქეების აქტიურობას, შიშის დათრგუნვას, მთელი აი ამ ზეწოლის გადალახვას, საარჩევნო უბანზე და ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებას დღეს სულ სხვა რეალობა უნდა გქონდეს, სულ სხვა მოცემულობა, იმიტომ რომ ამ არჩევნებში ობიექტურად რომ არ გაეყალბებინა ბიძინა ივანიშვილი არ იქნებოდა, ხო, დღეს ხელისუფლებაში. მაშინ ცოტა სხვანაირად შევხედოთ ამ ყველაფერს. დღეს თქვენ გადაცემას და ჩვენ ამ დისკუსიას უყურებს ის ადამიანები, უყურებენ მათ შორის რეგიონებში, რომელსაც აქვთ საპროტესტო განწყობა. უნდა ვაღიაროთ, რომ მათგან ყველა არ გამოდის ღიად ვერ გამოხატავს პროტესტს, მათ შორის აქციებზე, მათ შორის ვერც თბილისში და ვერც რეგიონებში, მაგრამ ამ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ საკუთარი პროტესტი, საკუთარი დამოკიდებულება ქართული ოცნების რეჟიმის მიმართ დააფიქსირონ. ბოიკოტით ჩვენ ამ ადამიანებს დააფიქსირეს ამ ადამიანებს. ჩვენ ამ ადამიანებს ბოიკოტით არჩევანს არ ვუტოვებთ. და შესაბამისად, ანუ ჩვენი პოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როგორც კი დადგა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დღის წესრიგში ჩართვა, პირველივე დღიდანვე იყო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ქართული ოცნება დავტოვოთ იმ ამომრჩეველთან პირისპირ, რომელსაც შეიძლება დღეს ეშინია, მაგრამ აქვს სურვილი და შესაძლებლობა, როდესაც დადგება 4 ოქტომბერი მივიდეს და თავისი ხმა დააფიქსიროს. თქვენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხომ იყავით უკვე პროცესში ჩართულები და ანუ კარგად იცით როგორ ჩატარდა. აი როდესაც ამბობთ რომ ხო, პოლიცსაბჭოს წევრიც ხართ, რამდენადაც ვიცი. აი მაგალითად, როდესაც თქვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, ვისაც ეშინია ხმამაღლა, მაგალითად გამოხატოს საკუთარი პროტესტი, ეს რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე პრობლემა უნდა გავუსწოროთ და ეს არ არის გეთანხმებით. ეს უკვე მრავალი წელია ნამდვილად ასია. კი ბატონო, ნამდვილად ასია, მაგრამ ეს ადამიანები წინა არჩევნებზეც იყვნენ მისულები არჩევნებზე. მათ გააკეთეს არჩევანი, შესაძლოა ოპოზიციის სასარგებლოდ, ან შესაძლოა ამ ადამიანებს, როდესაც აშინებენ და აიძულებენ, რომ ხმა არ ამოიღოს, აიძულებენ იმასაც, რომ მიდიან ამ საარჩევნო უბანზე, გადაიღოს ფოტო და ჩაუგდოს რა არჩევანი გააკეთა. ხო? აი ახლა როგორ ვთვლით ამ მოცემულობას, ამ რეალობას როგორ ვთვლით? წინა არჩევნებში და მე ალბათ გაგიჭირდებათ მითხრათ ამისახელოდ ბოლო წლებში არჩევნები, რომელიც იყო სამართლიანი და რომელშიც არ ეცადა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ გამოიყენებინა, ანუ თქვენ ლოგიკას რო გავყვეთ, აზრი აღარ აქვს საერთოდ არჩევნებს. აზრი აღარ აქვს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუტოვოთ ბოლო დემოკრატიული შანსი, რომ საკუთარი ნება გამოხატონ თუნდაც უბანზე მისვლით, თუნდაც იმ მოსაზრების დაფიქსირებით არა ხმამაღლა ან ვერ ახმამაღლა დღევანდელი მდგომარეობით, ხო? არა, მესმის, მაგრამ მე რას გეკითხებით იცი? ადამიანების პროცესში რო იღებს ადამიანი მონაწილეობას, ანუ ეს ხო დიდი პრობლემა არის, რომ ადამიანებს აღარ უნდათ არჩევნებზე წასვლა, იმიტომ რომ ხედავენ არჩევნებით, რომ ადამიანებს აღარ უნდათ არჩევნებზე წასვლა. ანუ თქვენ ასე არ უყურებთ ამ საკითხს. თქვენ ასე არ უყურებთ, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხება არა მარტო ჩვენ აქტივთან, რომელიც რა თქმა უნდა თulis რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ, არამედ იმ ადამიანებთან, ანუ ადამიანებთან, რომლებიც
დღეს თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის შესაძლებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ღიად ვერ გამოხატავენ საკუთარ აზრს, ეს ადამიანები აპირებენ არჩევნებზე მისვლას. და როგორ შეცვლით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ამარჩევნებით? ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებით, რა თქმა უნდა, ახლა არ შევიყვანოთ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში თვითმმართველობის არჩევნებით არ იცვლება ხელისუფლება, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები არის იმის შესაძლებლობა, რომ ის საპროტესტო ელექტორატი, რომელიც არსებობს საქართველოში, რომელსაც შეიძლება დღეს ჩვენ ქუჩებში ესე ვეღარ ხედავთ, მაგრამ არსებობს ეს ელექტორატი, კიდევ ერთხელ შევხვდეთ მათ, კიდევ ერთხელ ვესაუბროთ მათ, ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ ისინი არ არიან მიტოვებულები და ჩვენი პარტიის მოსაზრება არის ეს და ეს ჩვენი პოზიცია, ჩვენ ამ ადამიანებს უნდა მივცეთ შანსი, რომ თავისი განსხვავებული მოსაზრება და ის რწმენა, რომ კიდევ ერთხელ არჩევნებით ვეცადოთ, შევცვალოთ და შევცვალოთ არა ხელისუფლება შეიძლება დღეს, მაგრამ დავამატოთ და დავაშენოთ იმ საპროტესტო პროცესს, რაც დღეს მიმდინარეობს. ჩვენთვის ის ძირითადი ორი მოთხოვნა არ შეცვლილა, ანუ ახალი საპარლამენტო არჩევნები არის, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი შესაძლებლობა და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება, რა თქმა უნდა, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვითხოვთ ქუჩაში, ვითხოვთ არჩევნების დროს რა თქმა უნდა დავდივართ. იქნებით 19 ივლისს. რაც შეეხება 19 ივლისს, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. 19 ივლისს იმ ადამიანებმა და იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც ყოველ დღე საკმაოდ არაეთიკური ფორმით, ასევე განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო ჩვენს პარტნიორ პარტიებს თავს ესხმიან და მოღალატეებს ეძახიან, ეს ადამიანები ყოველდღე მოგვიწოდებენ ერთობისთვის და გამონათებენ, მაგრამ ამავდროულად ცდილობენ, რომ თუნდაც 19 ივლისს საპროტესტო ელექტორატი გაყონ. და ამბობენ, რომ ამ აქციაზე უნდა შევიკრიბოთ მხოლოდ ისინი, ვინც ვართ ბოიკოტის მომხრე. ეს მათი დემოკრატიული უფლება, ეს მათი უფლება, მაგრამ როდესაც საკითხს ასე აყენებენ, რა თქმა უნდა, მათ არ უნდა ქონდეთ მოლოდინი, რომ ჩვენს აქტივს ან იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გზას ირჩევს, მოვუწოდებთ, რომ მივიდნენ არჩევნებს. ანუ თვითონვე ცდილობენ, რომ დაასუსტონ პროტესტი, თვითონვე ცდილობენ, რომ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ერთობა არ შედგეს თუნდაც მომავალში, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის ყველა ღირებულია და თითოეული ადამიანი ღირებულია, ვინც ბიძინა ივანიშვილის მაინც ვერ დაგაბრალებთ ბჭყალებში, რომ აქეთ მიდიოდით, როდეს მეინტერესებათ. ერთ შემთხვევაში არა, თამარ ვიტყვი, უბრალოდ არა, მაყურებელი რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ, ყოველთვის გახარიას პარტია ამბობდა, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ დამოუკიდებლად სხვა პარტიების აზრი ვერაფერი ვერ იქონიებს გავლენას. არსებობს ორი საკითხი და ეს არის ორი პრინციპული საკითხი, რაც არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და პოლიტპატიმრების გამოშვება. ეს არის ის ორი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამბობდით, რომ ვართ მზად თანამშრომლობისთვის. ამ ორი საკითხის გარშემო ვიყავით გაერთიანებული პრეზიდენტის პლატფორმის გარშემო და ეს არის ორი საკითხი, რომელზეც ყოველთვის ვიმუშავებთ ყველა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ან სამოქალაქო ჯგუფთან ან ინდივიდებთან, ვისაც ჯერა ამ ორი საკითხის გარშემო ერთიანობს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვქონდა განსხვავებული პოზიციონირება, მათ შორის კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით, მათ შორის მანდატების, საპარლამენტო მანდატების არ დათმობასთან დაკავშირებით და მე ვთვლი, რომ შეცდომა იყო ჩემი კოლეგა ოპოზიციონერი პარტიების მხრიდან, რომ ჩახსნეს სიები და მანდატები დათვეს, მაგრამ იმიტომ რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილს ებრძვი და ებრძვი რეჟიმს და მე მგონი ამ წლების მერე ვინც წლები ამ ბრძოლაში ვართ ვაღიარებთ, რომ ეს ერთ დღეში არ იცვლება, უნდა გქონდეს შენ საბრძოლო არსენალში ყველა ტიპის პოლიტიკური იარაღი და ბერკეტი და შესაბამისად გამოიყენეთ. თუ გაქვთ რაში გამოიყენეთ? ჩვენ თუ გვაქვს გამოვიყენოთ მინიმუმ იმაში, რომ ჩვენ თვითონ არ დაგვიწერია და არ მიგვიმართავს ქართული ოცნებისთვის, რომ გაგვიუქმეთ მანდატები. ცვლის იმას, რომ ქართულმა ოცნებამ არა, პარტიას აღარ ექნება ახლა დაფინანსება და არც ერთ იმ 12 მაინც ვისარგებლებ შემთხვევით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპეკულაცია არის, რომ ის 12 ადამიანი, ვინც დეპუტატი იყო, ხელფასებს არ იღებენ. ეს ადამიანები ხელფასებს არ იღებენ. მინდა დაუბრუნდე ერთ საკითხს, გითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ვთქვათ პატიმრების განთავისუფლებას.
ვითხოვთ როგორც შიგნით, ასევე ძალიან აქტიურად ვითხოვთ ქვეყნის გარეთ. მაგალითად და ეს თვეები ესე გრძელდება. მაგალითად შემდეგ კვირას იცით რომ 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა არის. საქართველოს საკითხი დეკემბრის შემდეგ პირველად დადგა ფორმალური დღის წესრიგის ნაწილად. გიორგი გახარია იქნება ბრიუსელში. 15 ივლისს მანამდე და სწორად აი იმ ამოცანით, რაც თქვით, ამ ორი ამოცანით, რომ ესაუბროს მინისტრებს, ესაუბროს არამხოლოდ იქ მყოფ, თქვათ, ამ ადამიანებს, ქვეყნების წარმომადგენლებს, არამედ ევროკომისიის წარმომადგენლებსაც ამ ორ საკითხზე და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ ქართული ოცნების ამ რეპრესიული რეჟიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციის მოხსნის დღის წესრიგი დგას. ჩვენთვის მთავარი ამოცანა ამ თვეების განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობისას პირველ რიგში იყო მათთვის კარგად აგვეხსნა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს ქართული ოცნების რეჟიმის და მათი ქცევების და საქციელის გამო. ეს საკითხი არის ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხი. ამ საკითხზე მუშაობას ჩვენ გავაგრძელებთ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს დღის წესრიგიდან არ მოიხსნას. კი ბატონო, გარბატონ თამა, როგორ ფიქრობთ? აი, როდესაც ხო ახსენეთ თქვენ რეჟიმის პატიმრები, ახსენეთ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება და ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირი ემზადება, ხო, აი ამ საპასუხო ზომებისთვის და ვნახეთ უკვე არაერთი დოკუმენტი თუ რეზოლუცია, სადაც პირდაპირ მოუწოდებენ რეჟიმს, რომ მათ უნდა გაათავისუფლონ სასწრაფოდ ყველა პატიმარი და ვნახეთ ცალკე ჩანაწერი, ცალკე ასე ვთქვათ შენიშვნის სახით დამატება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, მაგრამ იცით ასევე ქართული ოცნების დამოკიდებულება ამ ყველაფერზე ისინი ამბობენ, რომ არანაირი ძალა მოწოდებებს არ აქვთ და მაინც არ გაითვალისწინებენ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს თუ მიღებულ რეზოლუციებს. მაშინ აი რა შანსი რჩება ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლის იგივე ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რადგან თქვენ ახსენეთ, რომ გახარიაც აი ახლა ამ მიმართულებით. მე ვერ რა თქმა უნდა მესმის რომ ქართული ოცნება და ბიზნა ივანიშვილი ცდილობენ რომ ყველაფერი ისე წარმოაჩინონ თითქოს მათზე არ მოქმედებს გარე ზეწოლა, მაგრამ ძალიან კარგად ხედავთ რა რეაქციები აქვთ მათ სანქციებზე, ძალიან კარგად ხედავთ თუნდაც ბრიტანეთის მხრიდან და ჩვენ ყველამ ვიცით და უბრალოდ მინდა რომ ჩვენს მოსახლეობაში შევახსენოთ ბრიტანეთი ახლა აქტიურად მუშაობს რომ სანქციების ახალი პაკეტი დაემატოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ დასანქცირდნენ ეგრეთ წოდებული მედიაები, ანუ ის ბიზნესები, რომლებიც ფლობენ იმედს და რუსთავიორს და მე მათ მედიას ვერ დავუძახებ, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ეს არის ჩვეულებრივად პროპაგანდის მექანიზმები და ძალადობის ამახალისებელი და ხელშემწყობები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სრული მობილიზაცია მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ის ადამიანები, ჩვენი პარტნიორებიც უყურებენ რა ხდება შიგნით, ხომ? ისინი აკეთებენ თავის გასაკეთებელ საქმეს. რა თქმა უნდა, პრობლემები იქაც არსებობს და შეიძლება დღეს არ იყოს კონსენსუსი იმაზე, რომ დასანქცირდეს ევროკავშირის საერთო სასანქციო პაკეტით, ხომ? ქართული ოცნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ, რომ გვერდი აუარონ ამ პრობლემებს და მაქსიმალურად საკუთარი გასაკეთებელი გააკეთონ. მაგრამ ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და არ უნდა დავუტოვოთ არც ერთი თავისუფალი სივრცე ქართულ ოცნებას. ეს ჩვენი პარტიის პრინციპული პოზიცია. გასაგებია თქვენი პოზიცია. ქაბატონ თამარ, ბოლო კითხვა მექნება ასეთი, ორ კითხვას გავაერთიანებ. უბრალოდ ბრიუსელის შემდეგ კიდევ სადმე მიემგზავრება გიორგი გახარია თუ ბრუნდება საქართველოში და კანდიდატებს რაც შეეხება, თქვენ ხომ არ იქნებით სადმე კანდიდატი? პირველ შეკითხვას რაც შეეხება ვიზიტები გაგრძელდება, იმიტომ რომ ორი მიზნით იმყოფება გიორგი გახარია, ესე ვთქვათ, ახლა უკვე ვიზიტი. პირველი და მან ეს თვითონაც ახსენა, ეს არის ჩვენი გეგმები, რომ გავხდეთ ევროპელ სოციალისტთა ოჯახის წევრი და ეს მოითხოვს საკმაოდ ისეთ ძალისხმევას და კამპანიას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მეორე ამოცანა, ამაზე აღარ გავჩერდებით, ვისაუბრო უკვე რაც ეხება საპროტესტო ელექტორატის მხარდაჭერას ყველა მექანიზმის გამოყენებით. რაც შეეხება ჩემს კანდიდატობას, რა თქმა უნდა, ვიქნები იქ, სადაც მნიშვნელოვანი იქნება ჩემი ყოფნა, იქნება ეს კანდიდატის სახით თუ უბრალოდ კამპანიის წარმოების